გურია ერთ-ერთი რეგიონია საქართველოში, რომელსაც ხასიათი პროდუქტშიც ეთყობა. აქ იუმორი მხოლოდ ლაპარაკში არ არის. იუმორია გემოშიც, შრომაშიც და იმ ადამიანებშიც, ვინც საკუთარ საქმეს გულით აკეთებს. გურია ყოველთვის ასოცირდება ხასიათთან, იუმორთან, სიმღერასთან და სტუმართ მოყვარეობასთან. დღეს აგრომენი გურიაშია, ფესტივალზე მწვანე გურია, სადაც სცენის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი ფერმერები და მცირე ბიზნესები საკუთარ ნაწარმს გაგვაცნობენ. აქ ვნახავთ გურულ ჩაის თაფლს, ყველს, სანელებლებს, ღვინოს და ადამიანებს, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგანან. დღეს უნდა გავიგოთ რა აქვს გურულ პროდუქტს ისეთი, რასაც თაროზე უბრალოდ ვერ დაინახავ. გემო, ისტორია, შრომა, თუ ის გურული ხასიათი, რომელიც ყველაფერს თავისებურს ხდის. ასევე გვექნება პატარა გამოწვევა ჩელენჯი. უნდა ავარჩიო 3 პროდუქტი, რომელიც ყველაზე კარგად აჩვენებს გურიის გემოს და პოტენციალს. ერთი ყველაზე გემრიელი, ერთი ყველაზე გურული და ერთი ყველაზე პერსპექტიული ბაზრისთვის. მოკლედ მეგობრებო, ეხლა შევდივართ გამოფენაზე, სადაც უნდა ვნახოთ, გავიცნოთ ადგილობრივი მწარმოებლები. გითხავთ მოკლედ რა ულხინთ, რა უჭირთ და რატომ უნდა ვიყიდოთ გურული პროდუქტი. მოკლედ წავედით. ეხლა ვართ თხის ყველის მწარმოებელ კომპანია კალას ფერმასთან, სადაც იწარმოება თხის ყველი, ხო? ნამდვილი ნატურალური რძისგან. ჩვენი კომპანიის სახელწოდება არის ჩვენი საგვარეულოდან გამომდინარე, ეს არის კალანდაძეების ოჯახი. გვაქვს 8 სახეობის ყველი, გურულ სუნელში, ოცხანურ საფერეში, მწვანილში, პიტნაში და ქონდარში და ასე შემდეგ. ევროკავშირის გრანტით გავაკეთეთ საწარმო. რად შეიძლება მომხმარებელმა იყიდოს თქვენი ყველი? ამ ეტაპზე კურიერის მეშვეობით ვაგზავნით თბილისში და ბათუმში, Facebook-ზე დაკავშირებით, რადგან უკვე HACCP-ის სტანდარტი უკვე დაინერგა. დიახ, უკვე სტაბილურად შევალთ ქსელურ მარკეტებში. თხის ყველის წარმოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რა პროცესია, ანუ რომ მივიღოთ საბოლოოდ ხარისხიანი და გემრიელი პროდუქტი. ის გემოვნური თვისებები საჭირო, რაც არის ორგანიზმისთვის, არ დავუკარგოთ ამ პროდუქტს, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტი, აბსოლუტურად მისაღები ბავშვებისთვის მინიმალური ასაკიდან ჩვილებისთვისაც. თქვენი აზრით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი მწარმოებლებისთვის? როდესაც მე თბილისიდან გადმოვედი სოფელში საცხოვრებლად, რა მხარდაჭერაც მჭირდებოდა, ზუსტად ის მივიღე ევროკავშირისგან. მენდნენ, ირწმუნეს, დაინახეს ის პერსპექტივა, რა კუთხითაც მე ვუყურებდი ჩემ პროდუქტს და რომ ვამტკიცებდი, რომ ამას შევძლებდი, აი ეს მხარდაჭერა მათგან ვიგრძენი და დღეს უკვე სახეზეა. ბატონი სერგო, ბადიშის წარმომადგენელი. გაიხარეთ. როგორ ბრძანდებით, აბა? კარგად ვარ, ზამა. ვაზარმოებთ ემლებს, ეჩუბებს, საწებლებს და სუნელებსაც. ადგილობრივი ჯიში და ადგილობრივი პროდუქტი. ყველაფერი ჩვენია. აქ ვახა ჯიგები წარმოდგენილი, გვაქვს სუნელები წარმოდგენილი. როდის გაგიჩნდათ ბადიშის შექმნის იდეა, რომელიც ბადიში მე არ შევიქნია, ეს ჩემი შვილის დამსახურება. ბატონი გიორგის დამსახურება. ამთავრა უნივერსიტეტი თუ არა, სურვილი ქონდა რომ წამოსულიყო გურიაში, დაბრუნებულიყო თავის მამა-პაპისეულ ტრადიციულ ოჯახს და იქიდან წამოვიდა, გაამართლა, სახელმაც გაამართლა და გიორგიმს გაამართლა და პროდუქტმა ხო გაამართლა და გაამართლა. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ, კიდე შევხვდებით მეგობრებო, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ვიდეო უფრო ვრცელი და ზაფხულში შემოგთავაზებთ. პატენევთ ვაყურს და სერბია მომეწონა განსაკუთრებით. მეგობრებო, ეხლა ვართ საოჯახო მარანი რტო. ჩვენ ვაწარმოებთ გურიაში, სოფელ ჯვარცმაში ღვინოს. ეხლა რებრენდინგი გავაკეთეთ ჩვენ ეტიკეტის. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვენახები, გვაქვს 50 წლის, 10 წლის ვენახი და გვაქვს 4 წლის ვენახი. ჩვენ ძირითადად წარმოების მიმართულება ცოლიკაურის თემა. აბუად შემადარგო პირველად ცოლიკაური 50 წლის წინ. ზოგი ცოლიკაურს ეძახის და სწორი ფორმა ცოლიკაური, ხო? კი, ორივე ფორმა მიღებულია, თუმცა ეტიმოლოგიურად ცოლიკაური უფრო გონი უფრო სწორი ვარიანტია ცოლიკაურის თემა. როცა ამ სფეროში ხარ და მეც აგრონომია პროფესიით, ბევრ რამესთანაც გქონდა შეხება. ასე გვაქვს ჩვენი ცეხვილი პური, რომელსაც სახლში ვაწყობ. ღვინოსთანაც ახლა ჩვენ ველურ ბაქტერიაზე ხდება დუღილი, ამიტომაცაა ესეთი ყველაფეროვანი არომატების ღვინო. თქვენი მთავარი გამოწვევა რა იყო? ჩვენ ყოველთვის შემოდგომაზე გვტანჯავს ის, რომ წვიმებია რა და თველის დადგომის ეტაპს ძალიან დაყურებით ჭირდება დადგენა, როდის გაქვს თველის პერიოდი. ამჟამად გადავედით ტურისტების მიღებაზე, ადგილობრივ ავთენტურ გამოცდილებაზე, გვაქვს ათფურიც, გვაქვს მეურნეობა, ყავს სხვა საქონელიც გათმებით და მდგრადის წარმოების მეურნეობა გვაქვს ასევე ოჯახს. შენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის?
თქვა, ბრენდირება, მარკეტინგი, პროდუქტი, ბოთლი. ალბათ ყველაფერი ერთად, თუმცა ბრენდირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ პირველი ვიზუალიზაცია თვალს ესა. მარკეტინგიც აუცილებელია, რაც ჩვენ ამ შემთხვევაში დავიწყეთ, ჩვენი გვერდით გავაკეთეთ და ნელ-ნელა ვაქტიურდებთ ამ მიმართულებით. წარმატებებს გისურვებ და იმედია რომ შენი ღვინო ბევრ ტურისტსაც მოეწონება ადგილზეც და გურიის გარეთაც გაიგო. ფესტივალზე რომ დადიხარ, კარგად ხედავ ერთ რამეს. კარგი პროდუქტი ბევრს აქვს, მაგრამ კარგი პროდუქტი მარტო არ კმარა. საჭიროა შეფუთვა, სტაბილური ხარისხი, ისტორია, გაყიდვის არხები და მომხმარებელთან ურთიერთობა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ფესტივალი. აქ ადგილობრივ მწარმოებლებს ეძლევათ სივრცე, სადაც შეუძლიათ საკუთარი პროდუქტის ჩვენება, მომხმარებელთან საუბარი და ახალი შესაძლებლობების პოვნა. ჩემი აზრითაც რეგიონული პროდუქტის განვითარებაში სამი რამ არის გადამწყვეტი: ხარისხი, შეფუთვა და ნდობა. ასეთი ღონისძიებები ამ ნდობის შექმნას ეხმარება. ახლა პატარა გურული გამოცდა უნდა ჩავატაროთ. ნახოთ როგორ დაარეკლამებენ გურულები საკუთარ პროდუქტს 15 წამში. მოკლედ, გაქვთ 15 წამი, დრო ჩაირთო. ეს პროდუქტი მეგობრებო ისეთია, გურია საქართველოს შეგაყვანებს. მოდით, გვეწვიეთ, გაშინჯეთ, დააგემოვნეთ, ბადიშის ნაწარმი ჩვენი ხელით გაკეთებული. იცი როგორია? კაია ძამა. გურულები იყვნენ პირველები ბევრ საკითხში, მათ შორის განათლების მიღებაში, მის გავრცელებაში და ასე შემდეგ. ასევე ღვინის კულტურაც გურიაში უძველესია. ჩვენ ამ წესებით და გამოცდილებებით მოყავს ღვინო, ვაწარმოებთ ფასხან ბოთლებში და ვცდილობთ რაც შეიძლება შეკრული ქონდეს ეს ტურიზმის ქსელი, ჩვენი ღვინო იყოს უფრო მრავალფუნქციური და საინტერესო მიწოდების ნაწილში. მოკლედ 23 წამში ჩაეტიებ, თლად გურულად არ გამოვიდა, მაგრამ უნდა ივარჯიშო შემდეგის ტექსტს. ეს თხაი, ქალბატონი თამრეკლო, იქნება ყველაზე პოპულარული თხა მთელ საქართველოში და მისი პროდუქტი იქნება ყველაზე მოთხოვნადი. მოკლედ 10 წამში ჩაეტიეთ. ჩვენი პროდუქცია გარდა იმისა, რომ არის ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი საჩუქარი, ყველანაირი სუვენირჯობია, გარდა ამისა არის ახლა ძალიან კაი ხარისხის და ძალიან გემრიელი. ანუ სუვენირია, რომელიც იჭმევა. სუვენირია, რომელიც იჭმევა, კი ბატონო, უფრო კარგად ჩამოაყალიბეთ ახლა თქვენ. და დღევანდელ დღეს ეგეთ სუვენირები მე მგონი ყველაზე უფრო უყვარს თავს. ფაიფურის ფიგურას მირჩევნია ჯურჩევა მაგალითად. მე მაგალითად ერთხელ ჩავამიტანეს რაღაციდან ყომშის ძმარი. აი ისე მომეწონა. ყომშის ძმარი ცუდი არ იქნება. არაკიც კარგი. მოკლედ 15 წამი გაქვს, აგე ჩვენი მაყურებელი გვიყურებს. 15 წამში გაარეკლამე შენი ჩაი. რატო უნდა იყიდოს ქართველმა მომხმარებელმა თენითის ჩაი და არ იყიდოს დაუშვათ, იაფი ლიპტონის ჩაი. ქართული ჩაი არის უნიკალური პროდუქტი, თავის გეოგრაფიული მდებარეობით, სუბტროპიკული კლიმატით, მჟავე ნიადაგით უნიკალურია იმით, რომ არ საჭიროებს პესტიციდებს და ჰერბიციდებს და არის ბუნებრივად ნატურალური. სოფლიოში ყველაზე ჩაის მირჩევნია ქართული ჩაი. აი მაგალითად ბადიშმა კაია ძამაო. ბადიშ აზდის. რამე გაქვთ ჩაიზე გამოთქვა ესეც საინტერესო გურიაში. ჩაი რა თქმა უნდა უფლის მოსადენად ხარ მინდა მაგას იყენებენ ძირითადად. ჩაი რა თქმა უნდა ღვინო და მისხიო ამბობენ. ახლა მინდა ვნახო პროდუქტი, რომელიც ტრადიციას და თანამედროვე შეფუთვას აერთიანებს. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ვართ კომპანია ქართული კალათა, დამფუძნებელი გია დარსალია, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა სახის პროდუქტებს და იმდენი პროდუქტია, რომ მოკლედ ჯობია თქვენ ჩამოგითვალოთ. ჩვენი კომპანიის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ტრადიციული ქართული პროდუქტები გამხდარიყვნენ საჩუქრები. ყველა ისეთი პროდუქტი, რომელიც არის ეროვნული ღირებულების, ისინი შევფუთეთ, გაწარმოეთ ისე, რომ ქონოდა საჩუქრის სახე. ჩვენი კომპანია იყო პირველი კომპანია, რომელიც შევიდა დიუტრის მაღაზიებში ქართული პროდუქტებით და არა ღვინით. წარმატებებს გისურვებთ და თქვენი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება და ჩვენ ახლა გადმოგვაქვს ეს წარმოება ლანჩხუთში, ღვინბალაოში აშენებულია უკვე ქარხანა. ძალიან ლამაზ ადგილზე არის ეს ქარხანა, ძალიან ლამაზია თვითონ ქარხანაც და ირგვლივად ვაპირებთ, რომ განვავითაროთ ტერიტორია. არ მხოლოდ ქარხანა, იქ რესტორანიც არ დაგეგმილი და კომპლექსი იქნება, მათ შორის ტურისტული კომპლექსი. ტურისტული აუცილებლად. ჩვენი წარმატებები ამ საქმიანობაში და ბევრი ქართული პროდუქტი საქართველოს. შოთა, მოკლედ ეხლა ვიმყოფებით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ადგილობრივ წარმოებლების გამოფენაზე. აქ ბევრი პროდუქტი ვნახე, რომელიც უკვე ჩანასახში, თქვათ, იწყებენ ბრენდირებას, გადიან ახალ ბაზრებზე. შენი აზრით, რა უნდა იყოს გურული პროდუქციის მთავარი მახასიათებელი? ანუ როგორ უნდა დაპოზიციონირდეს ბაზარზე და რა გამოარჩევს გურიას სხვა, თქვათ, რეგიონალური პროდუქტებისგან, ესე რომ შევხედოთ. ძალიან რთული შეკითხვა. არ მაქვს მაგაზე პასუხი, ცხადია ესე, იმიტომ რომ უფრო მეტი ფიქრია საჭირო ვიდრე და
უბრალოდ სულ მაქვს ხოლმე რა შეგრძნება რომ აი ეს გურული რაღაცა სისხარტე რაც აქაურობას ჰაერში ეს ჯანგბაჩიც კი იგრძნობა ძალიან ემჩნევა და ხელს ამჩნევს აქაურ წარმოებასაც და საბოლოო ჯამში გურია როგორც ბრენდი თავის ლოკალური პროდუქტებით იმ პროდუქტებით რომელიც აქაურობისთვის დამახასიათებელია გონია რომ მაგ მხრივ სწორად ვითარდება და აქაურობა ეხლა მაგიტომ მომწონს რომ აი ჩაი ბევრი რო არის ძალიან მიხარია და კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს იმიტომ რომ ჩვენ თავში ხო რა ჩვენ თავში ეგეც რაღაცები კი და თუნდაც ის რითიც ვიცნობთ მაგითი რომ დავიწყოთ საფუძველი თუ არის რომ ხალხმა იცის ჩაი გურულია კარგი გურული ჩაი თუ იქნება მე შეიძლება რომ ყველაფერზე გადავიდეს ნდობა ალბათ ყველა რეგიონისთვის მე რასაც ვისურვებდი და ჩავიფიქრებდი არის რომ ყველგან მაინც და მაინც ერთი პროდუქტით არ ვიყოთ და იქაურობისთვის დამახასიათებელი ხასიათი პროდუქტებს რომ მოყვება ხოლმე ის ხასიათი და ის პროდუქტებით იუმორი გურიას რა თქმა უნდა და ერთ სიტყვით დამიხასიათე გურია ჩემთვის მე გურია ჩემთვის არის სიმშვიდე იმიტომ რომ აქ სიმშვიდისთვის მოვდივარ ხოლმე აი რას ურჩევდი დამწყებ წარმოებლებს მეწარმეებს რომელსაც უნდათ რომ უკვე თავის ნაწარმს მიცენ პროდუქტის სახე აი პირველი ნაბიჯი და ყველაზე მნიშვნელოვანი რა უნდა გააკეთონ ეგ რომ მოხდნენ ბაზარზე რა ეგ ჩემი რჩევა წიგნად რომ დავწერე ჩამოყალიბდით დავარქვი რა და ჩემი მთავარი რჩევა არის ყოველთვის ეგ რომ ჩამოყალიბდით დავიწყოთ ჩამოყალიბებით იმაზე საერთოდ რისი კეთება გვინდა და რატომ გვინდა და ვისთვის გვინდა პროდუქტის მიღმა იმ პროდუქტის შინაარსიც რომ ვიფიქროთ და იმ პროდუქტის ხასიათზეც ვიფიქროთ და იმაზე ვიფიქროთ გვერდ-გვერდ რომ ვიდგებით სტენდზე ჩემს ასეთო არჩევენ ადამიანები მგონია რომ წარმატებისთვის გაცილებით დიდი პლატფორმა გაიხსნება მაგ შემთხვევაში მათ შორის არა მარტო ქართულ ბაზრებზე ამიტომ ბრენდის შინაარსზე ფიქრი იქნება მთავარი რჩევა ჩამოყალიბება მაგაზე მოკლედ დამეხმარე გამოვლენაში შენს მოსულა ბოლოში გამოვალვენთ მეგობრებო ესე იგი უნდა ვნახოთ ყველაზე გემრიელი ნუ ყველა გემრიელია მაგრამ ყველას მოდი ჩელენჯისთვის გამოვავლინოთ ხო გავსინჯავთ ყველაფერს ყველაზე გურული ხასიათის პროდუქტი კი ბატონო და ყველაზე ინოვაციური, რომელსაც პოტენციალი აქვს, რომ უფრო მასშტაბირებადი გახდეს. ხო, პრინციპში მეც ავარჩიე და ბოლოში გადახეთ. ხო, ერთად ავარჩიეს. მოკლედ, მაგიდაზე დავაწყობთ სამ პროდუქტს ჩვენ არჩევანს და გეტყვით ყველაფერს რა. всё, მასულა. მოდი, შენი არჩიე, მე ჩემსაც ავარჩევ და ბოლო შევაჯამოთ. ალბათ შევთანხმდით. მასულა შევთანხმდით. ეს ჩირია, ხო? ეს ჩირია. კაია. რასაც აწარმოებ შენ რო გითხრა. ჯამში ვაწარმოებ 40-ზე მეტი სახეობის ორგანულ ბოსტნეულს, რომელსაც ვაწყვით პირდაპირ ოჯახებს თბილისში. ანუ მე რო დამჭირეს ორგანული ბოსტნეული, თქვენ უნდა მოგწეროთ, დაგირეკოთ. სად უნდა მოგწეროთ? Facebook-ზე, ან Instagram-ზე და ჩვენ ვართ ფერმა ოდაში. ფერმა ოდაში და ჩვენ ვართ პირველი, სამწუხაროდ პირველი გამოცდილების გამო საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა. ჩვენ ყავს შეზღუდული მომხმარებლების რაოდენობა, ამ წელს ყავს 150 ოჯახი. სეზონის განმავლობაში ყოველკვირა სახლში ვაწვდით ბოსტნეულს. ანუ ისინი მონაწილეობას იღებენ თქვა ფინანსურად. ისინი იანვრიდან იწყებენ ყოველთვიური გადახდების გაკეთებას და სეზონი რო იწყება მაისის ბოლოს იწყება. მაისის ბოლოს. და როდემდე აწვდი? 22 კვირის განმავლობაში. და ძირითადად აი რომელი ბოსტნეულია ყველაზე მეტი რაც მოგყავს ამ ესე იგი, ეტაპზე? ჩვენი მომხმარებლების 99% არიან ალბათ 6 წლამდე ბავშვები, ამიტომაც მოგყავს ძირითადად ბავშვებისთვის საკვები, რაც არის სტაფილო, ჭარხალი, ბოსტნეული, ანუ ბოსტნეული კულტურები ძირითადად. და ისეთი პროდუქტები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ბევრი არ არის. ხო, არა, დეფიციტია რეალურად ორგანული პროდუქციის და რეალურად ხო ბევრი ფერმა სამენეჯმენტოთ როგორია, თქვათ აი დაავადებებს როგორ ებრძვი მაგალითად და რა გამოწვევები გაქვს წარმოებაში. დაავადებებს ვებრძვით ორგანული საშუალებებით, ზოგადად ეგენიც მაქსიმალურად ნაკლებად გამოვიყენოთ, ასევე თესტბრუნვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთან მეურნეობაში. როტაციას აკეთებ, კი, აუცილებლად როტაციას ვაკეთებ და ანუ ეს არის ძირითადი ესეთი დაცვის მექანიზმები, რასაც ვაკეთებ და ნუ გამოწვევები ძალიან ბევრი არის, რაც ეხება თვითონ ტრანსპორტირებას, მენეჯმენტს. რა ფართობზე გაქვს ხა ეს ფერმა გაკეთებული? 5 ჰექტარს ვამუშავებთ ამ ეტაპზე. და გეგმები როგორი გაქვს? გეგმები არის ზრდის მხრივ არ გვაქვს მოცულობაში ზრდის გეგმები. უფრო გვაქვს გეგმა იმაში, რომ გავფართოვდეთ ნაირსახეობებში, არაბოსნეულის არამედ უკვე ჩვენ მომხმარებლებს შევთავაზოთ უკვე ცილები. ეს იქნება მაგალითად ქათამი, ინდაური, ხორის, ხორცი, კვერცხი მათ შორის, ხო? კვერცხს ეხაც ვაწყვით კი ჩვენს მომხმარებელს. უფრო რეგენერაციული აგროკულტურის მიმდევრობა. წარმოშობით საიდან? ასფალტის თბილისელი. თბილისელი. და რატო გადაწყვიტე გურიაში? გადმოხვედი ხო აქეთ? ხო, სხვანაირად არ გამოვა. არა, კლიანად რა რატო გადაწყვიტე? ან თავარი მოტივატორი რა იყო შენთვის, რომ აქეთ გადმოხვედი? პანდემიის გადმოსული სასწავლი ვართ და თავიდან ის იყო, რომ აი რო არ ვიცოდით, გახსოვს ის პერიოდი ერთი ვირუსიანი, ორი ვირუსიანი რო იყო და რო არ ვიცოდით რა ხდება.
ხდება. წავედით მეთქი სოფელში, რაღაცა მაინც მოყვანს, საჭმელი მაინც გვექნება თქო, რო არ ვიცით რა ხდება. ჯამში მოგვეწონა სოფლის ცხოვრება და ერთი წელი გავემზადეთ და მე წამოვედით და სიმინდით დავიწყეთ. პატარა ბოსტანი გქონდა და რო დავინახეთ, ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო ორგანული ბოსტნეულის წარმოება და ძალიან ბევრი ხალხი გამოჩნდა, ვისაც მოუნდა და ამიტომაც მე უფრო აქტიურად დავიწყეთ, უფრო დიდ მასშტაბზე. რა მაინტერესებს იცი? და ნიკა სამყურასაც. ნიკა აქედან ძალიან დიდი мотиваცია იყო ჩვენთვის. ჩამოვალ შენთან ნიკა. როგორ ჩართე ეს ხალხი ამ ქსელი დავარქვა თუ რა დავარქვა? საზოგადოება. საზოგადოება. ანუ რამდენი კაცი ხა ჩართული და აი როგორ აი პირველი ნაბიჯები რა იყო? ან თქვა რა გააკეთე იმისთვის რომ შენდამი ნდობა გაჩენილიყო და იმათ თქვა რაღაცა ფინანსური მონაწილეობა მიიღოთ და მე პროდუქტი მიგეწოდები. ანუ პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის იყო რომ ჩვენმა მოხარებულმა იცის პროდუქტის უკან ვინც დგას, ანუ ჩვენ არ ვიმალებით, არ გვაქვს რაღაც ბრენდი რომლის უკან ვინ დგას არ იცის, ანუ ყოველდღიურობას ჩვენსაც ვაჩვენებთ ჩვენი სოციალური გვერდების დახმარებით და ჯამში ეს ნდობა საჩეს და ხა არ ვიცი, აი მე მგონი არის გადაღებული კადრი ჩვენ ბავშვი როგორ ჭამს ამ სტაფილოს პირდაპირ გაურეცხავს. ანუ სოცმედიით გააჩინე ნდობა? კი, სოცმედიით და ჯამში ვინც გეგმავს მეგობრებო, რეცეპტი გვაქვს უკვე. მოკლედ, წარმატებებს გისურვებ და მეტი ორგანული პროდუქცია ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ძალიან ჭირდება. მეც მესხი ვარ წარმოშობით ახალციხიდან, იქ დავიწყე ბიოორგანული ვაზის, მესხური ვაზის აღდგენის პროგრამა, შევერთე, კი ბატონო. და მოკლედ მეც მაგ მიმართულებას ხარს უჭერ რა. ანუ კომერციული ფარმინგი გასაგებია, მასშტაბი გასაგებია, ეს მსოფლიო სჭირდება, რომ შიმშილით არ დაიხოცოს ხალხი. ვისაც საშუალება აქვს და შეუძლია და შეგიძლიათ რომ ორგანული პროდუქცია მოიხმაროთ, აგერ არის ფერმა ოდაში Facebook-ზე შეგიძლიათ ნახოთ. ვის უნდა მიართვა? გურიაში ისე როგორ შეიძლება რომ აი არ გავსინჯოთ. ეხლა ვართ კომპანია Tenity-ში. საერთოდ კომპანია Tenity-ია მასპინძელი დღევანდელი ღონისძიების. საიდან დაიწყო თქვენი პროექტი და ეხლა რა ეტაპზე ვართ? პირველ რიგში მადლობა რომ მოგზანდით. ჩვენი კომპანია არის მასპინძელი დღევანდელი ფესტივალის. ჩვენი ისტორიას რაც შეეხება, ჩვენი ისტორია იწყება ზუსტად საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, როცა დამთავრდა საბჭოთა ჩაის ინდუსტრია, დაიწყო მასობრივი ჩაის პლანტაციების განადგურება, შეცვლა უფრო მომგებიანი კულტურით, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა და ავტომატურად დაკარგა ბაზარი ყველაფრისთვის და ასევე ჩაიმს დაკარგა ბაზარი. დაინგრა თითქმის ყველა 99% ხარხნები, გადამამუშავებელი, განადგურდა ყველა პლანტაცია, შეიცვალა თხილით ან მოცვით ან სხვა კულტურებით და ზუსტად ამ პერიოდში მამაჩემმა დაიწყო მოკლედ ჩაის რეაბილიტაცია და ცოტა უცნაური იყო ყველასთვის, რომ ყველა თანხას იხდიდა იმაში, რომ ჩაი ამოეძირკვა, თუმცა ჩვენ რაც კი საშუალება გვქონდა, ვდებდით ამ ინვესტიციას ჩაის რეაბილიტაციაში. მამა თქვენს რა мотиваცია ყო, აი რას ამბობდა, რომ აი რატო უნდა ჩავდოთ, როცა 99% ჩეხავდა, ხო, რეალურად. ანუ დაინტერესება ნაკლები იყო, რა იყო мотиваცია, თავარი გამამართლებელი სიტყვა რა იყო მან? ყველაზე მთავარი мотиваცია იყო ის, რომ როგორც კი შუქი ჩაქრა, მამაჩემმა გააკეთა პატარა ჰესი დინარეზე და ანთო შუქი გააკეთა ბიოგაზის დანადგარი და ჰქონდა მოკლედ შუქიც და გაზის საკუთარი. პლუს ამას დაემატა ის, რომ განსაკუთრებით სასწაულად უყვარს მოკლედ ჩაის სმა. ჩაის სმა არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი ცხოვრების და მამაჩემს განსაკუთრებით უყვარს დაახლოებით 3-4 ფინჯანი ჩაი უნდა დალიოს დღეში. მაგდენს ვერა, მაგრამ დილას აღამოს ვინოს უფრო მეცვალ თუ ჩაის? შეთავსებით. გააჩნია როგორ ხასიათს. გააჩნია ხასიათს და სიტუაციას. ისე მოხდა, რომ ერთ დღესაც დასალევი ჩაი არ ჰქონდა სახლში რა, სამსახურში მიდიოდა, ჩხავერის მეურნეობაში მუშაობდა, მაშინ აგრონომი იყო და დირექტორი ამასთანავე და ერთ დღესაც რომ მოითხოვა სახლში, რომ ერთ ჭიქა ჩაის დავლევა და აღარ ჰქონდა მოკლედ რა და ძალიან უცნაური იყო და ძალიან დიდი გულგატეხილობა იყო ის, რომ ჩაის პლანტაციებში ცხოვრობდით და არ ჰქონდა ჩაის სახლში დასალევად რა. და პირველი რაც იყო, გააკეთა ჩაის აგრეხი როლერი, მნიშვნელოვანი ტექნოლოგია მოკლედ შავი ჩაის წარმოების პროცესში. ააშენა ეს ჩაის აგრეხი როლერი და გადაწყვიტა დაედგა მოკლედ ჩვენ მიკროელექტროსადგური ჰქონდა და იმას შეუერთდა მექანიკურად, რადგან შუქი არ იყო და წყლის ენერგიით გრეხტით ჩაის. მოკლედ გამომგონებლობა აქაც გამოიყენა. ხელით გრეხტით ჯერ, შემდეგ ააშენა ეს ჩაის აგრეხი როლერი. ამის შემდეგ მოხდა ისე რომ ზეზე ვაშრობდი და სულ კაი ამინდი მოგეხსენებათ არ გვაქვს და ამის გამო იძულებული გავხდით გაეკეთებინა ჩაის საშრობი დანადგარი, რადგან შუქი არ იყო მოკლედ შეშაზე
თბებოდა ჰაერი და აი ცხელი ჰაერის დაბერვით ვაკეთებდით ჩაის, მოკლედ და ეს დიდი წვალება, დიდი ექსპერიმენტები, დიდი შრომა დაგვეხმარა იმაში, რომ რაღაცა უნიკალური პროდუქტი შეგვექმნა და მივედით იქამდე, რომ ჩვენი ჩაი ერთ-ერთი არ გადაგვიხდი არასდროს რეკლამაში და ძალიან ცნობილია თავის ხარისხით და დღემდე მოკლედ პირველი და ჩვენი დამზადებული ჩაის გემო არის თავარი мотиваცია და ფლაგმანი ჩვენი მომავალი განვითარების და გვინდა რომ ეს გემო გაყვეს მოკლედ ჩვენს პროდუქციას მუდმივად და არ გვინდა დავკარგოთ ეს ნიშურობა, რასაც ქვია არტიზანული ჩაის წარმოება. რომელი უფრო მომგებიანია ექსპორტი თუ ადგილობრივი რეალიზაცია? სტაბილურობისთვის და მომგებიანობის კუთხით ადგილობრივი ბაზარი ყოველთვის ჯობია, იმიტომ რომ ექსპორტი ძალიან დიდ რისკებს შეიცავს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე გვიჭირს პოზიციონირება კონკურენციას, ხო? სავარაუდო. შენი აზრით ამ სფეროში, თქვათ, აი მთავარი გამოწვევა დღეს რაც უდგას ფერმერს, თქვათ, მეჩაიები რო ავიღოთ, აი რას დაასახელებთ იმ მთავარ გამოწვევად და რა შეიძლება და როგორ შეიძლება რომ ეგ პრობლემა გადაუჭრათ ან დავიწყოთ ფიქრი გადაჭრაზე. პირველი არის საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, კარგ და ცუდ შორის რო გააკეთონ არჩევანი. სახელმწიფოს მხრიდან ცოტა უფრო მეტი ყურადღება, როგორც ეროვნულ პროდუქტს რომ მიიქცეს ყურადღება, დაგვიცვას უფრო მეტად ადგილობრივი წარმოებლები გაბატონებული იმპორტისგან, თანაბარ პირობებში მაინც ჩაგვაყენოს და ავტომატურად გაძლიერდება ადგილობრივი წარმოება. ჩაის ტურიზმი თუნდაც, მაგალითად, ჩაის ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩაის დარგის განვითარებაში. ხელს უწყობს ექსპორტის გაზრდასაც, როცა მწარმოებელი ხარ რაღაცა პროდუქტის, თავარი არის სიყვარული რა. მარტივია რაღაცა იყიდო და გაყიდო, იმიტომ რომ შენს არც სახელს ეხება, არც გვარს ეხება. როცა შენ პროდუქტი არ შეგიქმნია. როცა რაღაცას ქმნი, შენ ენერგიას დებ ამაში და ვიღაცამ სადღაცა უნდა დალიოს შენ ჩაი და თუ ეხლა რამხელა შრომა დგას, მაგის უგას ნერვები, ოჯახი და ამ შემდეგ. სახალისო ნაწილი, რომელს ამ პროდუქტს გაატანდნენ გურიაში ჩამოსულ სტუმარს აუცილებლად და ერთი სიტყვით რა არის მათთვის გურია. რა იქნებოდა გურია ერთ სიტყვაში? სიყვარული. იუმორი. ხალისი. გადარეული გურული. გადარეული გურული ძეგლი გვდგას ლანჩხუთში. 64. ჩემთვის მასეა და სხვისთვის არ ვიცი. ხო და მეგობრებო, აგერ ამ 64-ში ვართ და ეხა გავსინჯავთ ყველა მწარმოებლის პროდუქტებს და როგორც შეგვირდით, უნდა გამოვავლინოთ ყველაზე გემრიელი, აქ ყველაფერი გემრიელი იქნება, დარწმუნებული ვარ. პირობითად გამოვავლინოთ ყველაზე გემრიელი, ყველაზე გურული ხასიათის პროდუქტი და ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტი. გურია რო იყოს სიმღერა, ქართული სიმღერა, რომელი იქნებოდა? არის კიდევ კლიმანჭული. Lazy. ანუ გადარეული და lazy. რა თქმა უნდა, კრიმანჭული. ცოტა ზარმაცები არიან და ამ სიმღერით და ამ ფოლკლორით შრომას უფრო მეტად ახალისებდნენ და ამათ მოტივაციას აძლევს კრიმანჭული. კრიმანჭული და რავი, ნადური მაგალითად. კრიმანჭულზე უფრო მეტად ნადური. ხო, ნადში. მე ვიცი, მივალ გურიაში, მარა. მაგარი. რა სამ პროდუქტს გაატანდით აქ ჩამოსულ სტუმარს, რომ წარმოაჩინოს გურია, რომელ სამ პროდუქტს გაატანდით? გურულ სუნელს, მწვანე საწებელს, მესამე პროდუქტს გეტყვი, სიყვარულს. ეგ პირველია მე მგონი. გურული სუნელი ალბათ, ჯანჯუხა არის გურულად ხილის კუთხელა. ადესა გვინოს არ გამატანდი ბოლოს. თუ მაინც ვინისკენ წავალ, თუ ცხოვერი რა ფანტასტიკური არის. ყველს ღვინოს და სუნელს. აუცილებლად გავატანდი ჩაის, გურულ ღვინოს, ან ჩხავერს, ან საკმიელას, გურული თაფლი. ვა, საინტერესო პასუხია. მეთი გურულ სუნელს იტყვის. ჩოხატაურის ნომერი პირველი საჯარო სკოლა. მოკლედ დათში, აბა აგვიხსენი რა ხდება და რა საკეთებ. ჩვენ ვართ მე-10 B კლასის მოსწავლეები და აქ წარმოდგენილი გვაქვს STEM-ის მიმართულებით პატარ-პატარა პროტოტიპები. თავარი პირველი პროტოტიპი, რასაც ვფიქრობ, რომ ცოტა მასშტაბური გავხადოთ, ეს არის ჩვენი ნაგვისურნა, რომელიც პირველ რიგში იცავს ჰიგიენას, რომ ადამიანის შეხების გარეშე ჩვეულებრივად შეუძლია რომ ხელსოცა მიადებ გაიღოს. ვა, რა კაი რაღაცა. ძალიან მარტივად Arduino-თი მუშაობს და სერვო-ძრავით ქვეშ შიგნით. სოფლის მეურნეობის მიმართულებით თავარი რაც გვაქვს, სარწყავი სისტემა. ეს არის ტენიანობის სენსორი, რომელიც აფიქსირებს გამომშრალია ან პირიქით დატენიანებულია ნიადაგი, თუ გამომშრალი იქნება, შესაბამისად ჩართავს ტურბოს, რომელიც ამოტუმბავს წყალს და ნიადაგს დაატენიანებს, რაც პირველია ჩემი აზრით სოფლის მეურნეობისთვის. ამას სკოლაში აწყობთ, თვითონ ლაბორატორია გაქვს? ჩვენ გვაქვს STEM-ის კლუბი, ყოველკვირეულად, სადაც ასეთ რაღაცებს პატარ-პატარა
იარაღებს ვაკეთებ. ახლა აქ რაც არის წარმოდგენილი, ფიქრობთ რომ სარწავი სისტემა და ნაგვისურნა ჭკვიანი, რადგანაც ნაგვისურნაზე კიდევ ფიქრობთ რომ რაღაცეები დავამატოთ. ეს ორი პროდუქტი მგონია რომ ყველაზე წარმატებულია ჯერჯერობით ჩვენი რით იქნება ეს უნიკალური დაუშვათ? ანუ მე მინახია თქვა სენსორზე როცა იღება ეს ნაგვისურნა. თუ შეგიძლია გითხრა რომ რით შეიძლება გამოვარჩიოთ და დავაინტერესოთ თქვა არა მარტო საქართველოში, არამედ კონდეს ამას პოტენციალი რომ გავიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჯერ იმით შეგვიძლია დავაინტერესოთ რომ ზოგადად როგორც ვიცით ძალიან დიდი პრობლემებია გლობალურ დათბობაზე, დანაგვიანებაზე გარემოს და ასე შემდეგ. შესაბამისად, როდესაც ბაზარზე ჩნდება პროდუქტი, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს, რომ რაღაცა პირიქით პრობლემა გადაიჭრას, ჩემი აზრით არის ძალიან კარგი ზოგადად როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის. რომელ კლასში ხარ? მე-10-ში. მე-10-ში. აი რა გჭირდება იმისთვის, რომ შენ აი თქვა რომელიმე პროდუქტი რო ავიღოთ, რომ მიიყვანო ბოლომდე და უკვე სასაქონლო სახე რომ მიეცეს. როგორი ტიპის დახმარება გჭირდება ამ ეტაპზე? ასე მატერიალური რო არ გამოვყო, ზოგადად ადამიანების დახმარება უნდა იყოს. პირველ რიგში დაინტერესება, რაც мотиваციას გვაძლევს თითოეულ ჩვენ ჯგუფის წევრს. უკვე მეორე ხარისხოვანი მატერიალური დახმარება, თუნდაც ფულადი დახმარება, რომ შევიძინოთ სხვადასხვა აქსესუარი თუ სხვადასხვა რაღაცა მასალები. მოკლედ წარმატებებს გისურვებ. მეგობრებო, ვისაც გაინტერესებთ და დაინტერესებული იქნებით ამ ადამიანებს დახმარებით, ლინკი იქნება აღწერაში Facebook-ის, შედით, დაუკავშირდით და მოკლედ დაილაპარაკებთ რა. ახლა მაქვს მისია უნდა ავირჩიოს სამი პროდუქტი, რომელიც ყველაზე კარგად აჩვენებს გურიის გემოს და პოტენციალს. ერთი ყველაზე გემრიელი, ერთი ყველაზე გურული და ერთი ყველაზე პერსპექტიული ბაზრისთვის. მოკლედ ვიწყებთ დეგუსტაციას და ბადიში გაგვასინჯებს ყველაზე საუკეთესო თავის პროდუქტს, აბა? ერთად დაგიწყობ კომბოს რა. მინდი. აი გაასინჯებ, აი წავდი. ამ ყველაფერი ერთად? ოჩ. ეხლა უნდა გავსინჯოთ კომბო, მეგობრებო. გურული, სუნელი. გურული, სუნელი. აჯიკა და ხორნაშოს ასე. ბიჭო, ეს რა არის ჩემი? ამაზე ხო გარი. აი, ხა წამოიღო სიცხარე. ეგ ერთ პროდუქტში რო გააკეთო შეიძლება? ეს არის ჩვენი გამოცვარი ფულთან ერთად და ეგა გასწავლული აჯიკა. არა, ეს კომბო იყო ტოპი რა. მოვიფიქრებ. კაია უთხარი. კალას ფერმა შემოგთავაზებს პროდუქტს, რომელიც არის ყველაზე გაყიდვადი საუკეთესო, აი რომელს მივაღებინოთ მონაწილეობა ნომინაციაში. თხის ყველი კამით? კამა, ოხრახუში. კი ბატონო, მოკლედ გავსინჯოთ თხის ყველი, კამით, ოხრახუში და წიწაკით. სპეციფიური გემი აქვს რა. თხის ყველი ზოგადად მიყვარს. აბა ესეც ნახოთ. ეს უფრო მშრალია რა. დაჯილდოებით არის? ჩემი ეს უფრო კარგია, ბევრად კარგია. ეს და ნიგოზი არის? ეს საფერავით არის? მოკლედ ნომინანტი იქნება ეს. თხის ყველი წიწაკით. ეს რომელი ჩაია? შავი ჩაი. აბა დავაგემოვნოთ შავი ჩაი, მეგობრებო. ცხელია ცოტა შევაციოთ. ინტენსიური გემო აქვს. კაი, მოკლედ გამოვავლენთ ბოლოში. ეხლა წავიდეთ, გამოვავლინოთ გამარჯვებულები. კაი, ეხლა პროდუქტები უნდა მოვიტანოთ. აი, ბიჭო, ჟუალობს და ეგრევე. არა, კი, იცე. მოგურია. მოკლედ, მეგობრებო, შოთა გამოვავლინოთ, რასაც დავპირდით. მოკლედ, პირველ რიგში აღნიშნოთ, რომ რაც გავსინჯეთ, ყველას თავისებური გემო აქვს, თავისი პლუსები აქვს და ასე შემდეგ. გამოხატავს იმ გურულ სულისკვეთებას, რაც უნდა კონდეს გურულ პროდუქციას. და მე ყველა მომეწონა. გააჩნია სიტუაციას, გააჩნია რა კერსთან ჭამ და ასე შემდეგ რა. მოკლედ, ეხლა რომ ჩვენი გემოვნება ძალიან დაემთხვა. გავხალისდეთ ეხლა და პირობითად გამოვავლინოთ, ესე იგი, ჩვენ ვავლენთ ყველაზე გემრიელს პროდუქტს, რომელსაც აქვს ყველაზე გურული ხასიათი და ყველაზე ინოვაციური ან პოტენციალის მქონე პროდუქტი. მოკლედ დავიწყებ ყველაზე გემრიელი. ესე იგი, ჩემთვის ყველაზე გემრიელი, რაც გავსინჯე და აქამდე არ მქონდა გასინჯული, იყო თხის ყველი, რომელიც უნიკალური თვისებებით გამოირჩევა და ასევე ნუტრიციული შემადგენლობა აქვს ბევრად მაღალი, ვიდრე სხვა რძისგან მიღებულ ყველს. თხის ყველი წიწაკით, მეგობრებო. შურსო შენაა. წაგარო. წავა. გამომგლიჯა ხელა. მე გავასინჯე არა. აბა შენი რა არის? მე მანამდე გავსინჯავ. ვიცოდი რომ შენ გამოაცხადებდი, ჯერ ცხარე ჭამე კვლავ ტკბილიო, მე ტკბილი მაქვს ყველაზე გემრიელებიდან. სრულიად შემთხვევით მივაგენი კარალიოკის ჩირი. აჰა. აკეთებს სკიჯი. გემრიელესია. აი, ო. მე კარალიოკის ის ხურმის ჩირი ვიცი. ხო და მაგის გამო ხო ხარმიჩაური, მაგრამ ეს გაცილებით ცოცხალია რა, ჩვეულებრივი კარალიოკი ცოცხალია და ძალიან გემრიელია. მოკლედ, აქაც გავსინჯე ერთ-ერთი საუკეთესო სკიჯის კარალიოკი
მარკის ჭირი. მოკლედ, ყველაზე მეტად ჩემთვის გურულ ხასიათს გამოხატავს თვითონ ბრენდი ბადიში. ამ პროდუქტის უკან დგანან ის ადამიანები, ვინც იუმორითაც მათ შორის სოციქსელებშიც და ეხა პირადადაც რო გავიცანი, დამახასიათებელია გურული ადამიანისთვის და თვითონ პროდუქტი არის გურული სუნელი. მე ამას ადრე ვეძახდი, რომ ხო, გურულ აჯიკას ვეძახდი რა, წვანე იყო ჩემთვის გურული აჯიკა და აქ შემისწორეს, რომ გურული სუნელი უნდა დაუძახო. ჩემი გემრიელი მოკლედ, გურული სუნელი ბადიშისგან გავიდა მეორე ნომინაციაში, ჩემთვის გამარჯვებულია. ყველაზე კარგად გამოხატავს გურულ ხასიათს. რო ვიცოდი რომ გადაღებებზე იყავი და არ სვამდი, მე გადავწყვიტე რომ დამენი. მე გურულ ხასიათში მოვიტანე გურული ღვინო. დათოს ღვინო, ძალიან პატივს ცემ რა, ძალიან კარგ ღვინოს აკეთებს და დღეს აღმოვაჩინე ესეთი დასახელებით ჯანი სხილათუბანი. ამის ფერი ნახე. ეს არის ლალის ფერი რაღაც ხო? გურის ფერი არ არის ზუსტად. კი. ჯერ ხო მაგიტო და გაგასინჯებ კიდეც, მაგრამ თან რა საინტერესო ისტორია აქვს. იცი, წეგარო მომდი, ხო ცოტა ამბავი შინაარსი მომიყევი. ეს ღვინო, ეს ჯიშები აღმოჩენილი ყოფილა ნიკო მარის ბაბუის იაკობ მარის მიერ. და თურმე ამ ღვინოს აწარმოებდა და ეს ექსპორტზე გაქონდა, ხო მოიგო ყველა ვარიანტი. კაი, მოიგო. გაგიმარჯვეთ. სალსახად. ერთი ეს უნდა შეურიო ერთმანეთს რა, აი ეს. და ღვინო მიაყო. გადავანიაოთ მეგობრებო. აი ცოტას ჩავაციებდი და მაგრაც ო რა ხარ თქო. ღვინო გახსნა გემოები და სიმწარე. მეც მინდა მაგის აწყო. დავაი ეს სიცხარეც აიო? კი, მაგრა. დავაი. ეგ ეხა მჭადთან ერთად, ცხელ მჭადთან. ჭადი არა გვირჩევია ხო? ხო, რაღაცა მჭადი ვერ ვნახე აქ და შემწვარი კარტოფილი, ამასაც მოხდება, ყველსაც, ჭადიც. რო შევჭამ თან ყველაფერს, ჭირდება ნაგვის ურნი. გასაგები. ნარჩენები რო ნარჩენები თეფშის და მის სახით. ინოვაციურ პროდუქტში გამოვავლენ აგერზე. სიტყვაგეონება ჭკვიანი ურნა. ჩოხატაურის ნომერი პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აწყვეს და ავითარებენ. სტენია ეგეთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ეს ბავშვები მუშაობენ იმისთვის, რომ შექმნა რაღაც პროტოტიპები, რომელსაც მე ექნება მომავალი, თქვათ რაღაცა, რომ გადაიზარდოს საომხმარებლო პროდუქტად რა. და მოსწავლეების გაკეთებული რო არის, მე მინდა რომ ადამიანების ადამიანების ყურადღება გავამახვილოთ კალამზე, რომელიც ამ მექანიზმის ნაწილია. იმიტომ რომ მოსწავლეების გაკეთებული. რაც შეეხება ჩემს ინოვაციურ პროდუქტს, ჩემი ნაკლებად ვერ დავით სიამოვნებით დავიბრალებდი, მაგრამ შენ აეროფონიკა გადაწყვეტე? აეროფონიკი გადამეწყვიტა, როგორც კი შემოვედი. სახში შეგიძლია დადგა და შენ არის პროტოტიპი, არის 3D პრინტერზე გაკეთებული და იქ ფერმაში აქვს რეალური ძალიან დიდი ისეთი. ხო, მე მანამდე ვიცოდი ჰიდროფონიკის შესახებ, წყალზე გაზრდილი მცენარეების და აღმოჩნდა რომ კიდე არსებობს აეროფონიკა, რომელიც იმდენად კარგი ყოფილა რომ სცენარი, რომელსაც 2 თვე სჭირდება გასაზრდება, თუ იზრდება 1 თვეშიო. იმიტომ რომ ფაქტობრივად მისთია ნისლი, რომლითაც ირწყვება, მოლეკულურად შლისო ფაქტობრივად ყველაფერსო ჟანგბადით კიდევ უფრო მდიდარიაო და პირდაპირ აწვის ფესვებზეო რა მაგარია ხო? მოკლედ, რავი, აი სულ რამე ხოლმე იცი? თითქოს ერთი და იგივე რაღაცებს უტრიალებთ რა ქართველები ერთ და იგივე პროდუქტს ასე შემდეგ და სინამდვილეში აი ვამბობ ხოლმე რომ ყველა ქართულ პროდუქტს მაგალითად ღვინოს სჭირდება ღვინის ბოთლიც, ქორქიც სჭირდება, ეტიკეტიც სჭირდება, ანუ არსებობს რაღაცა პროდუქტები და ინოვაციები, რომელიც შემავსებელია იმ ინდუსტრიების, რომელსაც მოვიხმართ. ნომინაცია. სიურპრიზი გაქვს ხო? ბონუს ნომინაცია. ასევე ყველაზე ინოვაციური და ყველაზე აუცილებელი 70 გრადუსიანი გურული ჭაჭა, ეგრეთ წოდებულ მთვრალ ბოთლში. ეს ეგეთი ბოთლია? მთვრალია. პირველივე დალევის მე რაც ემართება. ეს ეთქობა ამის ყალიბით თვალმა. შეიძლება გრან-პრი ამას გადავწყვეტ. ესე იგი, ჭაჭა გვაქვს. ჭაჭა გვაქვს. წვანილი გვაქვს. ჩირი გვაქვს, ან ტკბილეული გვაქვს, ღვინო გვაქვს, ყველი გვაქვს, სუნელი გვაქვს. და უნდა გვაქვს მე რომ მორჩები თქოს ყველაფერი მოვაწესრიგოთ და ისე. მეგობრებო, გარემო არ უნდა დავანაგვიანოთ. მაგისთვის არის ესეთი გამოგონებები, აგერ. ბიჭო, ეს პასტისის მაგარი ტიპია. მეც რომ ნახე პირველ რიგში ვაჩვენე რომ პასტა გაკეთებ. მოკლედ ეგ იყო მეგობრებო, გურიაში პირველად ვარ მე. პირველად ვარ. აი რომ გადმოუხვიე ტრასიდან, უკვე ეს რომ დაიწყო მოხვეული გზები და წამოვედი თეფში რა. და აქ პროდუქტებმაც თაბეჭდილება მოახდინა და ძალიან დამახასიათებელია, გემრიელია, რაღაც სეგმენტურია, რაც გჭირდება. საქართველოში ჩვენ ახლა მასიურ პროდუქციაში ვერავის ვერ გავეჯიბრებით ტერიტორიიდან, სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან გამომდინარე. ამიტომ ყველა ჩემ ვიდეოში ვიძახი რომ
ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ძვირიანი პროდუქტები. მოსულა მე თანახმოვარ მოგეს. და ძვირიანი, მათ შორის ღვინოც რა. თანახმოვარ ამ აქაურ შემოქმედებითობას, დამოუკიდებელ სულს, რაც თავისუფალ სულს, რაც გურიაში ტრიალებს. ადამიანი გადაითარგმნის ასიც უნდა, მე სიმშვიდეში, შენ პირიქით. აუ, ეს ის ხალხია, ვინც რესპუბლიკა გამოაცხადა თქვა, თუ არ მოგусმენთ ჩვენი თვისავთ მაგასო და. მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო. ბევრი ესეთი ვიდეო შემოგთავაზოთ მომავალში. Shota about branding-ის გამოიწერო Instagram-ზე. Shota როგორ? Shota about branding. Shota about Shota branding-ის შესახებ. ჩვენ ხო თარგმნით ხოლმე ფრაზებს. ხო, ინგლისურად ეგრე. მოკლედ, აღწერაში დაგიტოვებთ Shota-ს Instagram გვერდს. ჩემი დღევანდელი აღმოჩენა არის ის, რომ გურიაში პროდუქტი მხოლოდ პროდუქტი არ არის. თითოეულს უკან ჰყავს ადამიანი, ოჯახი, ისტორია და ძალიან ბევრი შრომა. დღეს ვნახეთ, რომ მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსები არ არის. ზოგჯერ მხარდაჭერა არის სივრცე, სადაც ადგილობრივი მწარმოებელი პირველად ხვდება თავის მომავალ მომხმარებელს. ქართული სოფლის ძალა მარტო მიწაში არ არის. ძალა არის იმ ადამიანებში, რომლებიც არ ნებდებიან, ქმნიან, აწარმოებენ და სჯერათ, რომ შრომით, ცოდნით და ხასიათით შექმნიან დოვლად საკუთარი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის. თავარი აქ ჯეროდეს, დანარჩენი გამოვა. აქ არიან ფერმერები და მწარმოებლები. ადამიანები, რომლებიც ქმნიან საკუთარ საქმეს და ცდილობენ, რომ მათი შრომა უფრო მეტმა ადამიანმა დაინახოს. უფრო მეტი ქართული პროდუქტი შეიქმნას და თუ გვინდა, რომ ქვეყანა გაძლიერდეს, ასეთი პროდუქტები მხოლოდ ფესტივალზე კი არა, ჩვენს ყოველდღიურ არჩევანშიც უნდა გამოჩნდეს. მე ვარ აგრომენი, ეს იყო გურია და მომავალ ვიდეოში შევხვდებით.